როგორი იქნება კონსერვატორების საარჩევნო დღის წესრიგი, როგორი იქნება კამპანია და ზოგადად საერთოდ როგორ წინა საარჩევნო პერიოდს ველოდებით, როგორ არჩევნებს და არჩევნების შემდგომ ასე ვთქვათ მოვლენებს და პერიოდს. ნამდვილად დღეს უკვე ოფიციალურად კანონით უკვე დაინიშნა არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ჩვენ ვიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას. უახლოეს დღეებში უნდა მივიღოთ მათ შორის პარტიული ნომერი, რომლის მინიჭება ხდება კანონით გათვალისწინებული წესით, კერძოდ წილისყრით. ანუ ჩვენ ვინაიდან პირველად ვიღებთ საკუთარი პარტიით მონაწილეობას, ეხლა შარშან ჩვენ პატრიოტთა ალიანსის სიით გავდიოდით, ვინაიდან მოგეხსენებათ ხელისუფლებამ უკანონოდ გაგვიუქმა წინა ჩვენი პარტია. ამ არჩევნებზე ვინაიდან იურიდიულად პირველად ვიღებთ მონაწილეობას, ჩვენ წილისყრით გვერგება ნომერი, რომლის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ამ კვირაში ეს ყველაფერი გაირკვევა და შეიძლება ამ კვირაში თუ იმ კვირაში? არა, ამ კვირაში. იმიტომ რომ კანონში წერია, რომ არაუგვიანეს 55 დღისა არჩევნებამდე, რაც გამოდის 9 აგვისტო. კვირას არ იქნება ეხლა არჩევნებში, შაბათამდე მოხდება ეს. 3-4 დღის ამბავი. სავარაუდოდ ეს მოხდება ხვალ ან ზეგ. ჩვენ გვექნება უკვე ჩვენი საარჩევნო ნომერი პირდაპირ პარტიას და უკვე შეგვეძლება სრულფასოვნად წინა საარჩევნო კამპანიის ჩატარება. პრინციპში ჩვენ უკვე ამ რეჟიმში ვიმყოფებით. ჩვენი საქმიანობა დიდწილად ყოველთვის მაგ შინაარსს ატარებს. თუმცა უკვე ოფიციალურად შეგვეძლება ცხადია ამ ნომრის, ჩვენი ბრენდის გაპიარება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ამ ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ ბევრმა არ იცის, ხომ, ჩვენ რა ნომრით ვიქნებით, ბევრმა კი არავინ არ იცის ჯერ რა ნომერი გვერგება ეს. ხდება, როგორც აღნიშნე, წილისყრის ფორმით, ანუ ლატარეის ფორმით ხდება. ლოტოტრონის იმიდან ხო, უნდა ამოვიღოთ წინასწარ ამის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება ახლა ჩვენს გეგმებს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვაპირებთ ამ პროცესში ჩაბმას. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მთელი რეგიონის მასშტაბით, თბილისის მასშტაბით ჩვენ შეხვედრებს ვატარებთ, ჩვენი პარტიის სტრუქტურის წარმომადგენლებთან და ვინც უნდა დაინიშნოს, ვინც უნდა წარსდგეს როგორც მაჟორიტარი კანდიდატი, ვინც პარტიული სიით უნდა გავიდეს. ცხადია, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთგულ თანამოაზრეებზე. ანუ საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, საქართველოში ამ არჩევნებზე არსებობს გარკვეული სპეციფიკური მანკიერი პრაქტიკა. და ასე იყო ამ მთავრობის დროს ასე ხდება, წინა მთავრობის დროს ასე ხდებოდა და იმის წინა მთავრობის დროსაც ეგრე იყო. და რას გულისხმობ? ყველა რაიონში, ყველა ქალაქში არსებობენ მინი ფეოდალები, გავლენიანი, ფულიანი ხალხი, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარ რესურსებს თავაზობენ სხვადასხვა პარტიებს იმისთვის, რომ გარკვეული ორმხრივი ინტერესი გატარდეს. ანუ ამ რეგიონალურ ფეოდალს უნდა უბრალოდ სადღაც საკრებულოში ან მერიაში მოხვედრა, იმისთვის, რომ შემდგომ საკუთარი ბიზნეს ინტერესები გაატაროს იქ ტენდერებში მოხდეს და ასე შემდეგ. ხოლო პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მთავრობებს ის ინტერესი აქვთ, რომ ამ ხალხს ობიექტურად გარკვეული რესურსი გააჩნიათ, გარკვეული ფინანსური ავტონომიურობაც აქვს, შესაბამისად ამ ხალხს გარკვეული ხმების მოძიება და მოზიდვაც შეუძლიათ. ცხადია, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ მიუხედავთ იმისა, რომ არ დაგიმალავთ, იყო ეგეთი შემოთავაზებებიც, რომ აი მაგალითად თქვენი პარტიით გავალ, სამაგიეროდ რაღაც ამ რესურსს ჩავდებ პარტიაში ან ამდენ ხმას მოვიტან. ცხადია, ჩვენთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ და გათვლას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სტრუქტურაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც იდეოლოგიურად არიან ჩვენი წევრები, იმ ადამიანებზე, რომლებიც სუფთა წარსულის მქონე არიან და საკუთარ რაიონში, უბანში გააჩნიათ გარკვეული ავტორიტეტი და იცნობენ როგორც საქმის ხალხს. შესაბამისად, ჩვენ
მართლა პარტიული თვალსაზრისით ვუდგებით ამ საკითხს. მეცაც გეტყვით გარკვეულ დონეზე რეგიონალური მასშტაბით არსებობს შიდა ავტონომიურობაც, ანუ ჩვენი წევრები თავად ირჩევენ იქ სიის და მიხედვით ვინ როგორ მოხდება, ასეთი რაღაცა სხვა პარტიაში უბრალოდ არ არსებობს. მაგალითად ქართულ ოცნებაში, ნაციონალურ მოძრაობაში, ლელოში პარტიული ხელმძღვანელობა წყვეტს სიაში ვინ სად იქნება, რომელ ადგილზე. ჩვენთან სხვა წესებია, ჩვენ ვინაიდან ადგილობრივი არჩევნებია, უფრო მეტ ავტონომიურობას და უფრო მეტ დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხარისხს ვანიჭებთ ჩვენს წევრებს იმისთვის, რომ თავად აირჩიონ საკუთარი წარმომადგენლები, უკეთესად იცის მაგალითად რაიონში ადამიანმა რომელი ადამიანი უფრო კარგად გააკეთებს საქმეს და რომელი ადამიანი ჯობია რომ რაღაც კანდიდატად წარსდგეს. ამიტომ ეს დეტალები, ამ დეტალებთან დაკავშირებით ჩვენ ოდნავ მოგვიანებით გვექნება უფრო ფართო პრეზენტაცია, როდესაც წარვადგენთ სიას, მათ შორის ჩვენს კანდიდატებს და ფართო საზოგადოება ამ დეტალებს უფრო კონკრეტულად გაიგებს. რაც შეეხება ახლა ჩვენს მესიჯებს, ჩვენი მესიჯი არის ძალიან მარტივი. და ამას ვაკეთებთ პრაქტიკულად, ყოველდღიურად უკვე წლებია, ხომ? რანაირი სუფთა წარსულის მქონე ადამიანები შევიკრიბეთ და რა პრინციპული, თანმიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში, იგივე თანმიმდევრულობით გვინდა ჩავატაროთ მათ შორის ეს არჩევნები და შედეგზეც გავიდეთ. ანუ ჩვენ მკვეთრად მკაფიოდ იდეოლოგიზირებული ძალა ვართ, რომლებსაც კონკრეტული მესიჯი გაგვაჩნია საზოგადოებისთვის. ჩვენი მესიჯი არის ეროვნულ კონსერვატიული საქართველო, რომელიც ჩვენი შეხედულებით არის ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დადგეს რეალურად ფეხზე. არა რაღაც აბსტრაქტული საუბრები, არა სადღეგრძელოები, არა რაღაცა 150 ჯერ ერთი და იგივე ტექსტების რაც უკვე ყურისთვის ცუდად ჟღერს და არ არის უკვე აქტუალური, არა რაღაც აბსტრაქტული სადღეგრძელო პოლიტიკური მესიჯები, არამედ კონკრეტული პროგრამა, კონკრეტული ამოცანები და კონკრეტული შედეგების დადება. ეს არის ჩვენი გეგმა. მარტივ მაგალითს მოვიყვან, მაგალითად ჩვენ როგორც კი შევალთ საკრებულოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც ეგრევე წარვდგებით, ეს იქნება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რეგიონებში იქნება მათ შორის მამაპაპისეული მიწების დაკანონების გაადვილება, ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაუწევთ იმ ოლიგარქიულ მიდგომას, როდესაც რეგიონებში და სოფლებში რაღაცა ერთი ადამიანი, ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც ხშირად არც არის ხოლმე იმ მხარის მკვიდრი, რაღაც უზარმაზარ ტერიტორიებს, ტყეებს და მიწებს ისაკუთრებს და მოსახლეობას სოფლის მკვიდრებს იმის უფლებაც არ აქვთ, რომ რაღაცა შიგნით იქ შევიდნენ, ან თუ რაღაც მინდორია, ან ველია საქონელმა რომ იქ საქონელი რო შეუშვან. ანუ აი ამ ფაქტების წინააღმდეგ ვიქნებით, აი შეუპოვარ წინააღმდეგობას გავუწევთ. ამიტომ რო დავამთავრო, ჩვენთვის ეროვნულ კონსერვატიული ფლანგისთვის ამ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევაღწიოთ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ მართლ კლასს და ლიბერალურ ძალებს არ უნდა ჩვენნაირი ძალები, რომ ამ ველზე იყონ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაც იატაკქვეშ, ქუჩაში ვიყოთ, არ ვიყოთ დათვლადი, ჩვენ არ გქონდეს ლეგიტიმური წარმომადგენელი და ასე შემდეგ.